ფართო ანტიმიგრაციული დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თავშესაფრის ყალბ-მაძიებლებს პოლონეთის ქალაქებში ანაწილებენ. პლატფორმა X-ს მსგავსი პოსტები ფართოდ ვრცელდება, სადაც ნაჩვენებია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ღამით კრაკოვის ქუჩებში ჩემოდნებით გადაადგილდებიან. ვიდეოებთან დართული აქვს ტექსტები, სადაც წერია, რომ თავშესაფრის ყალბი-მაძიებლები კრაკოვში გადაყავთ თანაც ღამით, როცა პოლონელებს ძინავთ. ისინი ზოგიერთ სახელმწიფო სამსახურს ამ ადამიანების ქვეყანაში ფარულად შემოყვანასა და პოლონეთისა და დანარჩენი ევროპის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ. სიმართლის გასარკვევად ვიდეოს გამოსახულების საპირისპირო ძიებამ 2025 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული Facebook-ის პოსტამდე მიგვიყვანა, რომელიც ძველი კრაკოვის მაცხოვრებლების საზოგადოებრივ ლობისტურ მოძრაობას ასახავს. მოძრაობის ვებსაიტის მიხედვით, მათი კამპანია სხვა მრავალ საკითხთან ერთად ქალაქში კვების ობიექტების სამუშაო დროს უკავშირდება და მიზნად ისახავს ხმაურის შემცირებას, რათა იქ მცხოვრები ხალხის სიმშვიდე არ დაიხოს. Facebook პოსტში ნათქვამია, რომ ვიდეოში ნაჩვენებია ერთი სასტუმროდან მეორეში დაახლოებით 100 პირის გადასვლის მომენტი, რომელიც ღამით პირველ საათსა და 15 წუთზე ხდება. როგორც ვარაუდობენ, ტურისტები ზედმეტად ხმაურობდნენ ღამის ამ საათებში და რომ კრაკოვის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ადგილობრივებისთვის ხმაგაუმტარი ფანჯრების დამონტაჟება, როგორც ეს მაგალითად ვენაში გაკეთდა. ლობისტური ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროგადამოწმებას განუცხადა, რომ ვიდეო მისმა ერთ-ერთმა წერილმა გადაიღო, როგორც მაგალითი თუ როგორ ხდება ქალაქში სიმშვიდის დარღვევა. მან დასძინა, რომ მათ არ იციან ვიდეოში ასახული ადამიანების ეროვნება, სქესი თუ რელიგიური აღსვარებლობა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებით არ ხმაურობდნენ, მათი შემოდნები ნამდვილად ხმაურიანი ხრიგინგით მიხვებოდნენ კუჩას. ეს არის ღამის სიმშვიდის დარღვევა, დასძინა მან. ჩვენ ასევე მივმართეთ ქალაქ კრაკოვის ხელმძღვანელობას კომენტარისთვის ამ სიუჟეტის მომზადების დროს, მაგრამ მათ არ უპასუხეს ჩვენს თხოვნას. ასე რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქალაქში თავშესაფრის ყალბი-მაძიებლები შეყავთ, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო სავარაუდოდ შექმნილია მიგრანტების მიმართ სიძულვილისა და შიშის გაღვევების მიზნით. ევროგადამოწმება